ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის პროპორციული სიის პირველი ნომერი და პარტიის მერობის კანდიდატი დღეს ამხანაგობების თავმჯდომარეებს შეხვდნენ. პარტიის წარმომადგენლებმა ამხანაგობის თავმჯდომარეებს წინა საარჩევნო პროგრამა გააცნეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ამხანაგობების ხელშეწყობის კუთხით პარტიის მიერ დაგეგმილ ახალ პროექტებზე გამახვილდა, რომლის განხორციელებასაც ისინი გამარჯვების შემთხვევაში გეგმავენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის პროპორციული სიის პირველი ნომერი გამარჯვების შემთხვევაში შენობების დათმუნებისა და ლიფტების გამოცვლის პროექტის პარალელურად ამხანაგობების თავმჯდომარეებს 200 ლარიანი ხელფასის დანიშვნას პირდება. ჩვენ ძალიან გვინდა მაგალითად მაღალჭერიანი სახლების შეფუთვა. გარე შეფუთვა იყო ჩადებული იმაში, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში არაფერი. ეს ნაღდად არ შეიძლება, რომ ამხანაგობებმა, იმიტომ არის ამხანაგობები და ამხანაგობის თავმჯდომარეები არჩეული, რომ მაგალითად გულისტკეველი, ხალხის გულისტკეველი მიეტანონ მერიასთან და მერიამ გულთან მიეტანოს მათი გულისტკეველი. ჩვენ ვაპირებთ საბინო ამხანაგობის ახალი პროგრამის, ესე ვთქვათ, შეტანას ბათუმის საკრებულოში გამარჯვების შემთხვევაში, რომელიც გულისხმობს სახლების დათმუნებას, ახალი ლიფტების მონტაჟს მრავალსართულიან კორპუსებში და ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ბუნებრივია საბინო ამხანაგობის ხელმძღვანელებისთვის, ჩვენ ვაპირებთ მათ დაუნიშნოთ ხელფასი 200 ლარის ოდენობით. ყველა იმ ციფრზე, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ მოსახლეობასთან, ეს იქნება პენსია, ვაუჩერები, თუ ამ შემთხვევაში საბინო ამხანაგობის ახალი პროგრამა, ყველაფერი არის გათვლილი და გაწერილი იმ შესაძლებლობის მქონე ბიუჯეტშიც კი, რომელიც დღეს აქვს ჩვენს ქალაქს. მორიგი წინა საარჩევნო შეხვედრა ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა ბათუმის სპორტში დასაქმებულებთან გამართა. გიორგი ერმაკოვმა დასაქმებულებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა. ამომრჩევლის ინტერესი აქ ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტებს შეეხო. გიორგი ერმაკოვი ამომრჩევლებს ქალაქის ურბანულ განვითარებაზე, ჭაობის დასახლებასა და ქალაქთან შემოერთებულ ტერიტორიებზე შესასრულებელი სამუშაოების, ხელმისაწვდომი ჯანდაცვისა და ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობის ირგვლივ ესაუბრა. აღნიშნა, რომ გამარჯვების შემთხვევაში შეჭირვებული მოქალაქეებისათვის საბინაო ფონდის შექმნაზე იმუშავებს. ვაწუხებს გზის რეაბილიტაცია, როდის იქნება დაწყებული და ქალაქის მერის კანდიდატმა დააკვირდა, რომ უახლოეს პერიოდში ამ ზაფხულს დაიწყება ამ ქუჩების რეაბილიტაცია. იქ მოსაწესრიგებელია კანალიზაცია და სხვა სისტემები და ალბათ დროულად შეკეთება ეს ყველაფერი. პორტი ძალიან დიდი სტრუქტურული დანაყოფია მთლიანად და ქალაქის ყველა უბნის მაცხოვრებელი თავს აქ იყრის, ამიტომ ყველა უბნებიდან არიან, ყველას თავისებურად ეს პრობლემები აწუხებს, იგივე ჭაობის საკითხი იყო, საუბრობდით რეაბილიტაციაზე, დასახლებული უბნის მაცხოვრებელიც იყო, აუხსენი კიდევ ერთხელ, რას ვაკეთებთ ამასთან მიმართებაში და რა პროექტების განხორციელებას ვაპირებთ. ამიტომ ჩვეულებრივად ისევ წინა საარჩევნო შეხვედრა იყო უფრო პრობლემებთან დაკავშირებული და იმ პროგრამასთან დაკავშირებული, რაც ჩვენ გვაქვს.